არ ვიცი ეს იყო კითხვა, ეს იყო პასუხი კითხვა ჩვენი კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაეტანათ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე, როგორც აღმოჩნდა ადგილობრივს ნაკლებად აქვს წარმოადგენად ნაკლებად არიან ინფორმირებულები, თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ თუ კი საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას დააპირებენ. ახლა ჩვენ სტუმრები გვყავს, ამით წარმოგვიდგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ინაური და კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე აქვე შევახსენებ სანამ თქვენთან დავიწყებდე საუბარს ჩვენს ტელემოყურებელსა, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 240-90-99. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დასვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა. დილომშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა ვნახეთ სიუჟეტი კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესო ასევე ქართულმა პროდუქციამ ევროპელმა მომხმარებლამდე რომ მიაღწიოს, როგორც ვიცით და როგორც სიუჟეტიდანაც გავიგეთ, საკმაოდ მკაცრი კონტროლის გავლა უწევს. რა პროცედურები, ანუ პირველ რიგში რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს პროდუქტი და რა პროცედურები უნდა გაიაროს იგივე მეწარმემ ან გლეხმა, მას შემდეგ რაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე შეძლოს. დილამშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის გადაცემაში და ვეცდები გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც თქვენ ახსენეთ, საუბრის დასაწყისში საქართველოს მხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს თანამშრომლობის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ამ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, როგორც ჩვენ მას ხშირად მოვიხსენიებთ DCFTA ეგრეთ წოდებული. DCFTA იძლევა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საშუალებას. ანუ ეს გვაძლევს საქართველოს აძლევს საშუალებას ევროკავშირის ბაზრის, შიდა ბაზრის 4 თავისუფლებიდან მიიღოს 3 თავისუფლება, ეს გახლავთ საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. ხოლო მეოთხე თავისუფლება, რომელიც გახლავთ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხია და ცალკე მიმდინარეობს ეს პროცესი. ეხლა რაც შეეხება თქვენს თემაში სიუჟეტში ასახულ კონკრეტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ აი ამ თავარი ვალდებულება, რაც არის განსაზღვრული აი ამ DCFTA-ით, გახლავთ საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ ის რეგულაციები, მოთხოვნები, რაც არსებობს ევროკავშირში, გადმოვიტანოთ ჩვენი კანონმდებლობა დავაახლოვოთ მაქსიმალურად, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა გაიხსნას ეს ევროკავშირის ბაზარი, რასაც ითვალისწინებს შეთანხმება და ეს მოგეხსენებათ ევროკავშირის ბაზარი გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი, აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. გარდა აი ამ სიდიდისა, მეორე დადებითი მხარე რაც ამ ბაზარს გააჩნია არის რომ ძალიან სტაბილური ბაზარია და ამ შემთხვევაში თუ ერთხელ უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და აეწყობა ეს ურთიერთობა, ვაჭრობა, ეს იმ საფრთხის წინაშე არ იდგება ქართველი მეწარმე, რომ ჩვენი ერთ დღეს თქვა შეუწყოს ევროკავშირი აი ამ კონტრაქტს და რაღაც უმიზეზოდ გააჩერებს ამ ექსპორტს. ხა რაც შეეხება იმას რომ კონკრეტულზე ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს, რომელსაც აინტერესებს თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს იმისთვის, რომ შეძლოს საკუთარი პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანა. ამიტომ უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ ამ პროცედურებზე. გადავალ კონკრეტულ პროდუქტზე თუნდაც თაფლზე, რომელიც ახლა იყო გამახვილებული ყურადღება. ჩვენს მიერ იმისათვის რომ თაფლი გახლავთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მცენარეულ პროდუქტებთან შედარებით ცოტა რთულიანი მისი გატანა, მისი ექსპორტი. ამიტომ ჩვენს მიერ გასულ წელს მივმართეთ ევროკომისიას მოთხოვნით, რომ საქართველოს შეეყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც უფლება აქვთ ევროკავშირში განახორციელონ თაფლის ექსპორტი. თაფლთან ერთად ჩვენ პრიორიტეტად განსაზღვრეთ თევზი. ერთობლივად მივმართეთ, განხორციელდა ევროკომისიის გენერალური დირექტორატის DG Santes ვიზიტი საქართველოში, მათი ექსპერტების, ეგრეთ წოდებული FAO მისია, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ჩვენი კანონმდებლობა, ქართველი მეწარმეები, ვინც არიან ჩართული აი ამ თაფლის წარმოებაში, დაათვალიერა და დაწერა შესაბამისი რეკომენდაციები, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართული თაფლის გატანა მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე. ამ რეკომენდაციების უმეტესობა არის მდგომარეობს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ დაახლოების სია კანონმდებლობის, განსაზღვრეთ გეგმა და მიმდინარე წელს დაწყებულია მუშაობა, დიდი ნაწილი უკვე გასულია, ბოლოში დამტკიცებულია იმ აქტებისა, რაც კავშირში არის თაფლის ექსპორტთან. გარკვეულ ნაწილზე წლის ბოლომდე დასრულდება. გარდა ამისა, კანონმდებლობის დაახლოების გარდა პრობლემა გახლავთ ის, რომ საქართველოში არ არსებობდა ისეთი ლაბორატორია, რომელიც განახორციელებდა თაფლში კონკრეტული ნარჩენი ნივთიერებების, იგივე ვეტ პრეპარატების მონიტორინგს და კონტროლს. ლაბორატორიაზე მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი, მაგრამ აი მე ვარ მეწარმე და მინდა ჩემი პროდუქტი გავიტანო ევროპის ბაზარზე. როგორ უნდა მოვიქცე? როგორ უნდა მოიქცეთ და როდესაც შევა საქართველოს კანონმდებლობა ძალაში, რომელიც დაარეგულირებს აი ამ საკითხს, თაფლის იგივე ზღვრული ოდენობები იქნება, აი ძალიან ტექნიკური საკითხებია, ახლა თქვენ არ ვიცით რამდენად ხართ კომპეტენტური ამაში. იგივე ნარჩენი ნივთიერებების ზღვრული ოდენობა, იმ ევროსტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს, ვეტ პრეპარატების რაოდენობა, ნარჩენი ნივთიერებები არ უნდა აღმოჩნდეს თაფლში, რაც ჩვენ რეალურად ქონდა ეს პრობლემები ქართულ თაფლში. გავცდეთ, აი მე ვარ როგორც ანუ თქვა, ჩვენ ვართ მეწარმეები, გვაქვს რაღაცა
NX პროდუქტი, რომელიც გვინდა გავიტანოთ გასაგებია, თქვა შეიძლება იყოს ეს როგორც ბუნებრივი საშუალება, თქვა თაფლი ან თევზი ან რაღაც პროდუქტი, მაგრამ ალბათ გარკვეულწილად მრავალი სტანდარტი არსებობს, რომლის დაცვას გვიწევს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რა უნდა გავაკეთოთ, რომელ ლაბორატორიას უნდა მივმართოთ, იგივე ლაბორატორიას რა უნდა მოუთხოთ, რომელი საერთაშორისო სერტიფიკატი და ასე შემდეგ. რა თანხები ხდება? აი თქვა ლაბორატორიაში პროდუქტის შემოწმება, აი ეხლა ლაბორატორია ახსენე და ამიტომაც აქვე დავძენთ, რომ ლაბორატორიაში პროდუქტის შემოწმება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, როგორც ვიცი, ანუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ეს მომსახურება, აი ამაზე რო ვისაუბროთ. ხელმისაწვდომი გახლავთ, ეხლა მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელსაც შეიძლება მივიდნენ და საკუთარ შეუძლია დღეს დაჟე აი ესეთი პროექტი თაფლთან დაკავშირებით ისევ დაუბრუნდები, ვალიდაციის პროცესი მიმდინარეობს, რომ დაინერგოს თაფლში სურსათში ეგრეთ წოდებული ნარჩენი ნივთიერებების და ვეტპრეპარატების მონიტორინგი და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ მიმართონ ვალიდაციის პროცესში და უსასყიდლოდ განახორციელონ ეს კვლევა ამ კომპონენტზე. მას შემდეგ რაც უკვე საერთაშორისო აკრედიტაცია გააჩნია ამ ლაბორატორიას ISO 17025-ის მიხედვით და როდესაც მის აკრედიტაციის სფეროს დაემატება ეს სრული სპექტრი ამ სურსათში მონიტორინგისა, მას შემდეგ უკვე შეეძლებათ ოფიციალურად მიმართონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამის საფასურები დადგენილია კანონმდებლობით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის კვლევები აინტერესებთ, ახლა ამ ფასზე ძალიან ესე რთულია საუბარი, იმიტომ რომ კონკურენცია გახლავთ ამ სფეროში და შესაძლებელია კერძო ლაბორატორია არსებობდეს, შესაძლებელია საზღვარგარეთ გაიგზავნოს მათ მიერ და ეს ფასის კონკრეტული თქმა რთული იქნება და თქვენსაც ბრძანებთ ახლა ზოგადად ერთი ესეთი სტანდარტულად ჩამოყალიბება რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო, ესე შეუძლებელია. არის მთლიანობაში სახელმწიფოც უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები, იმისაც რომ თქვენ შეძლოთ თქვენი პროდუქციის გატანა და შემოხვედრი უნდა იყოს ლაპარაკი იყო პროცედურულად, აი რა ეტაპები უნდა გაიარა, მაგრამ ზოგადად ჩვენ ეტაპები ეს გახლავთ, რომ კონტროლი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლი იმ დონეზე, ანუ როდესაც კანონმდებლობა გვექნება, მას შემდეგ მეწარმეობა მხოლოდ უნდა დააკმაყოფილონ ეს კანონმდებლობა და ხელი უნდა შეუწყონ სახელმწიფო ორგანოებს. ჩვენ უბრალოდ აი უფრო გაცილებით მარტივ კითხვას ვსვათ, მაგალითად მე ზუსტად ვიცი, იმისაც რომ ახალი პირადობის მოწმობა ვიღო, რა უნდა გავაკეთო, უნდა მივიდე იუსტიციის სახლში, გადავიღო სურათი და შემდეგ ყველა ეს ეტაპი გავაკეთოთ, უბრალოდ აი მინდა რომ კარგად აგიხსნათ. ისევ როგორც აქ გავაკეთეთ, ევროკომისიას მივმართავთ, გვინდა აი ამის ექსპორტი ამ კონკრეტული პროდუქტის. მაგრამ მცენარეული პროდუქტის შემთხვევაში დღეს გადის ისედაც თქვენ მოგეხსენებათ, იგივე ღვინო, იგივე ხილი გადის ჩვეულებრივ ევროკავშირში, მაგრამ ცხოველურზე დაკავშირებით უნდა ჩამოვიდნენ, შეგვამოწმონ. კანონმდებლობა რამდენად გვაქვს, ესე გლეხი ეს მეწარმე მივიდეს და ანუ ჯერჯერობით ეს ახლა დღეს რომ მივიდეს და ხორცის გატანა მინდა შეუძლებელია. კარგით, ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს შეკითხვა, ანუ ფიზიკური პირი ხშირად ვერ ახერხებს საკუთარი პროდუქტის გატანას დამოუკიდებლად ევროპის ბაზარზე, ამიტომ ხშირად მიმართავს ხოლმე კოოპერატივს და მისი მეშვეობით ცდილობს ამ პროდუქტის გატანას ევროპის ბაზარზე. ეხმარება თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვთქვათ, იგივე კოოპერატივს პოტენციური ინვესტორის მოძებნაში და რა გეგმები აქვს სახელმწიფოს კოოპერატივების ხელშეწყობისთვის? და როგორც ვიცი სპეციალურად იგივე დიდ მეზობელთა რუსეთთან ურთიერთობისას სპეციალური დეპარტამენტიც არის შექმნილი და ის კურირებს ამას. ასევე თუ არის თქვა ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით ან ამერიკის კონტინენტთან დაკავშირებით რაღაცა სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი, რომ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, რაღაცა საკუთარ პროდუქტის. ანუ რა ხდება ზოგადად კოოპერატივთან მიმართებით, ანუ კოოპერატივების ხელშეწყობისთვის რა იგეგმება? მოგახსენებთ, მაშინ მოდით ასე დავიწყოთ, პატარა მცირე სტატისტიკას მოგახსენებთ. დღეს მდგომარეობით უკვე 1203 კოოპერატივია საქართველოში შექმნილი, 8700-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ. ანუ თითქმის სოფლის მეურნეობის ყველა სფერო მოცულია. მათ შორის რა თქმა უნდა თაფლიც ერთ-ერთი წამყვანია და სწორედ თაფლთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკვე მიმდინარეობს პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაამტკიცა და პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე კოოპერატივებს, ვინც მეფუტკრეობაზე არიან ორიენტირებული, მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფოს დახმარების სახით, როგორც ტექნიკური ხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კაპიტალური ინვესტირების თვალსაზრისით. აი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ კონკრეტულად როგორ შეუძლიათ გაიტანონ ფერმერებმა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე. კონკრეტულად ერთი ფერმერი ვერავინ ვერ შეძლებს სტაბილურად, დამოუკიდებლად გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, იმიტომ რომ პროდუქტი, იმიტომ რომ მას არც სტაბილურად მიწოდების შესაძლებლობა აქვს და შეიძლება ის ხარისხიც ვერ დაიცვას. ამიტომ სწორედ კოოპერატივი და კოოპერაციული გაერთიანება აძლევთ ინდივიდუალურ მცირე ფერმერებს იმის შესაძლებლობას, რომ თუ შეჯერდებიან ერთგვაროვან პროდუქციას მიიღებენ, ხარისხზე ჩამოყალიბდებიან და დაიცავენ ევროკავშირის მოთხოვნებს, როგორც კანონმდებლობის დონეზე, ასე პროდუქციის წარმოების დონეზე და დანერგავენ გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ ამის შემდგომ უკვე სტაბილურად შეუძლიათ საკონტრაქტო ურთიერთობის საფუძველზე გაიტანონ პროდუქტი. მაგრამ იმისათვის, რომ გაიტანონ, ერთია კანონმდებლობის
ბაზის შექმნა, მეორე არის სახელმწიფო მხარდაჭერა. აი სწორედ ეს სახელმწიფო მხარდაჭერა პროდუქციის წარმოებისათვის მეფუტკრეობაში უკვე დაწყებულია, მე უკვე აღვნიშნე და ჩვენს მეფუტკრეებს გაეწევათ კვალიფიციური მიეცემათ შესაძლებლობა რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ჩვენმა მეფუტკრეებმა ამ პროგრამის ფარგლებში, მოხდება მათ წარმოებაში თაფლის რეგლამენტის დანერგვა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 26 დეკემბერს მიიღო მთავრობის დადგენილება და დაამტკიცა თაფლის რეგლამენტი, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ჩვენი მეფუტკრე არ იყენებს და არ აქვს დანერგილი, ამიტომ პროგრამის ფარგლებში მათ ხელი შეეწყობათ. ეს ყველაფერი წარადგება კოოპერატივის წევრებს იმაში, რომ პროდუქტი გაიტანონ, უკვე ხარისხიანი პროდუქტია წარმოონ, ერთია გემური თვისებები თაფლისა, რომელიც ძალიან საუკეთესოა ქართული თაფლის, მისი მრავალფეროვნება და ასე შემდგომ, მაგრამ მეორე არის სტანდარტების დაცვა, რომელსაც ითხოვს საერთაშორისო ბაზარი. აი ამ სტანდარტები, როგორც ბატონმა ლაშამ აღნიშნა და ერთს დავამატებ, აი ამ პროგრამის ფარგლებში სწორედ მოხდება აღჭურვა ჩვენი კოოპერატივებისა თანამედროვე სკებით. ეს იქნება როგორც ხის, ასევე პოლისტიროლის სკებით და მიეცემათ მათ შესაძლებლობა ხარისხიანი დიდი რაოდენობის თაფლი აწარმოონ. კოოპერატივებზე თემას ოდნავ მოგვიანებითაც გავაგრძელებთ, თუმცა მანამდე ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში დილა მშვიდობისა გისმენთ. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, მე ვარ სტალული მეფუტკრე და მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ მარტო თაფლი არ გაიტანება, ფუტკარი შეიძლება ქართული ჯიშის ფუტკარი გავიმაროთ საზღვარგარეთ გასახიდას. ეს დიდ შემოსავალს მოგცემს, ვიდრე თაფლი. უნდა ქართული ჯიშის ნაკრძალები უნდა შეიქმნას, სადაც სხვა ჯიში არ შეიძლება და უნდა გავიყენოთ ქართული ჯიშის ფუტკარი პაკეტებით, ნუკლეუსებით და დედა ფუტკარი. მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი ინიციატივა ჩაეყარა საფუძველი დილის ეთერში. ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია საჯარო სამართლის სიურდული პირი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევი ცენტრი, რომელიც მუხურში მოგეხსენებათ ქართული თაფლის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში, ფუტკრის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში ეს არის მუხურის ფუტკარი და იქ სწორედ საცდელი მეურნეობა, მეფუტკრეობის საცდელი მეურნეობა შეიქმნა, დაწყებული მისი მშენებლობა და ასე შემდგომ, ისე რომ აი ეს ორიენტირი რაც ბატონმა ბრძანა ჩვენ სახელმწიფოსაც აღებული აქვს და გამოვიყვანთ თანამედროვე ქართულ ჯიშის შენარჩუნებისა და მისი განვითარებისათვის და სწორედ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ არა მხოლოდ თაფლი და თაფლის პროდუქტები, არამედ უკვე დედა ფუტკარიც გავყვანოთ საზღვარგარეთ. ბატონ გიორგი ბატონლაშა, აი ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომელიც გამოიკვეთა საბოლოოდ არის ნაკლები ინფორმატიულობა მოსახლეობისათვის. აი რა ამ კუთხით თუ გეგმავთ სამინისტროში თქვათ მოსახლეობასთან მუშაობას მეწარმეებთან რომ მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინფორმირებულები. ან თქვათ იგივე ვებ რესურსები იყოს თქვათ ამისათვის სპეციალური შეუძლია. გეთანხმებით, ინფორმაციის მიწოდება ეს არის აუცილებელი საქმე. ერთია, რაც არ უნდა კარგი საქმე აკეთოს სახელმწიფოს ამა თუ იმ სტრუქტურულ ერთეულმა და ორგანო. თუ ინტერნეტი ნაკლებად ალბათ პრაქტიკულად ნაკლებად გამოყენებად იქნება, იმიტომ რომ ფაქტიურად ოპერაციის შესახებ ნებისმიერ დონეზე თქვათ რეგიონალურ თუ რაიონულ თუ სოფლების დონეზე გლეხებს შევხვდით და გქონდა ანუ გავაცანით რას ნიშნავდა კოოპერატივი, იმიტომ რომ სამწუხაროდ კოოპერატივის გაგონებაზე როდესაც ეს პროცესი დაიწყო, მაშინ ყველას კოლმეურნეობასთან ასოცირდებოდა ეს სიტყვა და ყველა მიიჩნევდა რომ ეს კოოპერატივი უკან გადადგმული ნაბიჯია. დღეის მდგომარეობით აი ციფრი რაც მე თქვენ მოგახსენეთ უკვე მიუთითებს რომ ეს ასე არ არის და საკმაოდ ინფორმირებულია ხალხი, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია რომ ყოველ კონკრეტულ პროგრამას რომელსაც ჩვენი სააგენტო ახორციელებს, ამ პროგრამის წინ ხორციელდება ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია. თუნდაც მეფუტკრეობაზე, თუნდაც მცირეგაბარიტიან სასურსამო ტექნიკით აღჭურვას და ასე შემდგომ. ისე რომ ადამიანებთან ეს სიმართლე გითხრათ ცოტა არ იყოს დიდი სიამოვნებაა სამწუხაროდ დიდი მასშტაბით სატელევიზიო რეკლამების მიწოდებისა ჩვენს მხრიდან, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ როგორც სატელევიზიო, ასევე პრესის მეშვეობით მივაწოდოთ. ძალიან დიდი მადლობა. ტელეფონის ნომერი იქნება უთხრათ ჩვენს მაყურებლებს, რაზეც ყველა ამ კითხვაზე ამოწურო პასუხს მიიღებთ. ცხელი ხაზის ნომერი. მე პირდაპირ ჩემ ტელეფონის ნომერსაც ვიცით და ეს მაგის პრობლემაც არის, იმიტომ რომ ღიაა ჩვენ ნომერი მოგვეცით და აუცილებლად მივაწოდოთ მაყურებელს. ისე რომ მე შემიძლია საჯაროთაც გამოვაცხადო 577-0047 ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთანაც გადავამოწმო გარდა იმისა რომ ცხელ ხაზზე დარეკონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იქ მიიღონ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ლაშა ინაური და გიორგი მიშელაძე. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ადგილობრივ ფერმერებსაც, რომლებსაც სურთ რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ჩვენი სასაუბრო თემა იყო თუ როგორ უნდა გავიტანოთ პროდუქტი ევროპის ბაზარზე. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. საანონსო ეჭრის დროა ჩვენს ეთერში. მალე დავბრუნდებით.